დილა მშვიდობისაც მებოდადებო, დიდება უფალს, შეგვეწიოს უფალი, მამა, ზედა სული წმინდა, დიდება უფალს. იერუსალიმის ღვთისმშობელი გფარავდეთ, ყველას ჩვენ, დიდება უფალს. იერუსალიმის ღვთისმშობელი გფარავდეთ მთელ საქართველოს. დიდება უფალს. უფალო იესო, ქრისტეზეო ღვთისაო, შემიწყალე მეცოდვილი. 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 მოგესალმებით, ძმებო, დიდება უფალს, ქართველებო. შეგვეწიოს დილის მზე, გაგვითვოს სულები, გულები, აგვიხილოს გონება, აგვარიდოს ცოდვას, მოგმადლოს სიყვარული, თავდაბლობა, უფლის შემეცნება. ერთი მეორესთვის ზრუნვა, სიყვარული მოყვასისა, დიდება უფალს. თქვათ მამაო ჩვენო, მამაო ჩვენო, რომელიც ახარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვე ჩვენ დღეს და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენია სუფევა, ძალი და დიდება. მამაო ჩვენო, რომელიც ახარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვე ჩვენ დღეს და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენია სუფევა, ძალი და დიდება. დილა მშვიდობისაც მებოდებო, დიდება უფალს. აქ მოვედი, სადაც შენებლობა მიდის, გორას მოადგა სატანა, არაბებსა პაკისტანელებს გვისახლებენ,
აბა ქართველი აღარ დარჩა და ვისთვის აშენებენ ამდენ ციხესიმაგრეებს. ვისთვის აშენებენ ამდენ ციხესიმაგრეებს. ვისთვის აშენებენ ამხელა ციხესიმაგრეებს, ქართველი აღარ დარჩა ქვეყანას. ქართველი სანატრელია, ხელის წესებით მოგვიწევს ზებნაო მაღლამასე არი გონია ჩვენი საქმე. უფალო დალახრე უფალო ყველა ბოროტი დალახრე უფალო. ყველა ბოროტი გონს მოიყვანე. არ მოაცილე ჩვენ საქართველოს. ნუ ახდენენ ქვეყანას. ნუ გვინადგურებენ მიწაწყალს. ვისთვის აშენებენ ამდენ სახკარს, ხალხო გორას მოადგენ, ქუთაისლებო, იმერლებო, დასავლელებო, აღმოსავლელებო, ქართველებო, გონს როდის მოვალთ. არაბებს და პაკისტანელებს გვისახლებენ, თვითონ ჩვენი ქართველები უშენებენ თავისი ხელით სახლებს. თვითონ ჩვენი ქართველები უშენებენ თავისი ხელით სახლებს. ასე ჩავდიოდით ჩვენ გორიდან, ჩასასვლელი გქონდა, შეხედეთ. არ ვიცოდი და ციხე ამიშენეს, აგერ გადამიკეტეს გზა და ქვევით ციხეს აშენებენ, შეხედეთ ალბათ იქნება ერთი 500 კაცამდე ამაში მაცხოვრებელი და ვინ იქნება არაბები და პაკისტანელები მოვლენ. ხო აბა ქართველი სადღა არის? ქართველი აღარ არის აპადა. ქართველი აღარ დარჩა და ვეუნები ვისთვის აშენებ ხო და ხმას ვერ ხსემე. ვისთვის აშენებენ ამას? ქართველი აღარ დარჩა. რაში დაჭირდებათ ეს ფული? ქართველი აღარ დარჩა. ბეტონები არ აცილდეს მათ ჯამრთელობას, მათ გონებას. ნერფო აუხილე იქნება გონება. შეხედე რამხელა ციხესიმაგრე ხაშენებენ აგერა. მომდგარები არიან. გორაზე რო ვერავი სახში რო ვერ ჩავიდე წესიერად. არაბები და პაკისტანელები რო დამხვდნენ აქ. ამას ვიკეთებენ აგერა. შეხედეთ, აქანე წესიერი ჩასასვლელი ქონდა. ასე ჩავდიოდით ქალაქში, ჩავდიოდით აეროფლოტის კასეთში. ღმერთო, აუხილე ამ დამთხოვულებს, გონება რომ არ არის ეს საქმე ქართველი კაცის საკეთებელი. ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში. ვისთვის მუშაობენ? ვისთვის აშენებენ ამას ყველაფერს? ვისთვის აშენებენ? ღმერთო, მიახვევ რომ იქნება დამთხოვულები, ეს სულგაყიდულები. რო გითხო ქართველები ვართ და საღამოს სადეგზელოებს ვამენ ალბათ. გაგვიმარჯოსო. ღმერთო, აუხილე გონება. მიახვედრე რომ დისოდვა შადიან. მიახვედრე ღმერთო, ეს საცოდავები ქართველები არიან და გვარების ქართული ექნებათა. არაბებს და პაკისტანელებს სახლებს უშენებენ. ქართველი აღარ დარჩა უკვე ქვეყანაში, ქუთაისში. ქალაქში რო გადიხარ უსხოტომელები უფრო მეტი დადიან ვიდრე ქართველები. ამგენმა ვერ გაიგენ ეგი. ამგერმა იგი ვერ გაიგენ. რო დიდი ცოდვა. დიდ ცოდვას რო ჩადიან ვერ მივხვდნენ ესენი. ღმერთო, დამართე რამე რომ მივხვდნენ. რო არ გააკეთონ დიდი ცოდვა. დამართე რამე ღმერთო რო აიხილოთ გონება ამ უძღეურებს. წაახდინენ საქართველო. წალეკენ ქვეყანა არაბებმა და პაკისტანელებმა და ეგენი მაინც ამის სახლებს უშენებენ. ყველას მოგთხოვთ უფალი ამ ცოდვას, რო სახლებს აშენებთ არაბებს და პაკისტანელებს რო უშენებთ სახლს. ყველას მოგთხოვთ უფალი, კუდიანებო, არა ქართველებო, არა მზადებო, ღმერთმა დაგწყევლოთ ამ ცოდვის გულისთვის ყველა ვინც აქანე სახლებს აშენებთ, ყველა მიყევით ჯოჯოხეთში ეშმაკს, კუდიანებო, სულგაყიდულებო, არა ქართველებო. არაბები მოიყვანენ თქვენ ქალიშვილებს სოლებად, დედას გიტირებენ, დედას. გააგზელეთ კიდე მაცოდვა. მათხოვრებო, სულწახსენილებო, უღმერთოებო. ვისთვის აშენებთ ამ სახლებს? სატანებო, დაგწყევლოთ უფალმა ყველა
ვინცაგანე რაღაცას აშენებთ არაბებისთვის და პაკისტანელებისთვის. წყეულები იყავით სამარადისოდ, ბოზებო, უდღეურებო. დაგლახროთ უფალმა. სატანებო, ვითომ ქართველებო, სულგაყიდულებო. წყეულები იყავით სამარადისოდ. ყველა ვინცაგანე ქართველი არის და სახლის შენებლობას აწარმოებს. ყველას დაგსხმლოთ უფალმა. ბოზები ხართ, ქართველები თქვენ არც ერთი არ ახართ. წყეულები იყავით სამარადისოდ. თქვენ შვილებთან ერთად და თქვენ მოდგმასთან ერთად. თქვენ სულ გაყიდულებო. წახთინეთ საქართველო. ბოზებო, მარტო ფული გინდათ, უღმერთოებო თქვენ. წყეულები იყავით სამარადისოდ. დამპლებო. ღმერთმა დაგლახროთ ყველა, არა ქართველები ხართ თქვენ. წყეულები იყავით სამარადისოდ. სატანებო. წახთინეთ საქართველო ფულის გულიზად, თქვენ დამპლებო. ფული გახადეთ ღმერთი დაივიწყეთ და ფული გაიხადეთ ღმერთი. მაგ ფულმა შეგიჭამოთ სულები თქვენ დამპლებო თქვენ. დაგლახროთ უფალმა ამისთვის ყველა ვინცაგანე მონაწილეობას იღებს ამ სოდვაში. წყეულები იყავით სამარადისოდ. თქვენი გვარები, თქვენი ჯიშები, თქვენი შვილები, თქვენი შვილიშვილები თუ არ შეტყვით აგანებს შენებლობას. წყეულები იყავით სამარადისოდ. მადლობა უფალო. წყეულები იყავით სამარადისოდ, ვინც არაბებს და პაკისტანელებს სახლებს უშენებდა. ვინც კიდე მეუნება ქართველებს რატო წყევლიო, მიყვეს მათი მოდგმა მაგ ბოზებს. ვინც მაგას მეუნება კიდე რა ვთქვა, მეტი რა გავაკეთო მითხარით. მეუნები კაცური სიტყვებით ორი კვირა დავდივარ უკვე. ვისთვის აშენებთ ამას თქვა და ხმას არ მცემენ. ქართველი აღარ დარჩა უკვე ქუთაისში. ეგენი სახლების შენებლობას არიან მიმდგარი. ვისთვის აშენებენ? არაბებისთვის, პაკისტანელებისთვის, ინდუსებისთვის, აბა ქრისტიანები აღარ დარჩა, არავინ და ერთი ჩვენა ვართ ქართველები და რუსები. რუსებს აგინებენ, ლანძღავენ, საცოდავები, ეგენი. ჩვენ მოვერევით ამ გენს თვითონ უშენებენ სახლებს, ამ პაკისტანელებს და არაბებს. დალახრე უფალო, არ შეარგო არც ერთი ლუკმა ქართველის სისხლში ნაპოვარი, არ შეარგო უფალო. არ შეარგო უფალო, არც ერთი ლუკმა არ შეარგო ამ გენს. არ შეარგო არც ერთი ლუკმა ამ ყუდიანებს. შეაწყვეტიე სახლების შენებლობა უფალო, დალახრე, გადმოაგდე. ბოლო სართულიდან გადმოაგდე, დაანარსხებიე ტვინი რომ მიხვდნენ და აეხილოთ გონება სისხლს რო დაინახავენ რო დიდ სოდვას ჩადიან. წითელი ფერი არ მოაცირო მაგენს უფალო. ამ დაამპლებს ამ გენს. არ წალეკენ საქართველო ამ უღმერთოებმა. არა ენა, არა მამული, არა სარწმუნოება, ყველაფერი არაზე გვეწყება ხალხო. დედა გვაქვს, ნატირები გონს მოდით, კაცებო. რას გვანან ჩვენი შვილები? ჩვენი შვილიშვილები წიბგად მოყრილები დადიან, ეგია ჩვენი ნამუსი? მაგია ჩვენი უნამუსობა, ნამუსი კი არ არის. მაგია ჩვენი უნამუსობა, ნამუსი კი არ არის. გონს მოხვიდეთ და გონს მოგვიყვანოს, იქნება უფალო. გვაპატიე, მიგატოვეთ, შეგსოდეთ. გვაპატიე უფალო. დამნაშავეები ვართ, შვილების გამო გვაპატიე უფალო. მუხმოდრეკილი დაგვაყენე ლოცვებში. ვაკეთებ მასე მე კაცებო, არ მაკლია ლოცვები და მუხმოდრეკილი ლოცვების კითხვა. და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ, ღმერთმა იქნება გაგვაერთიანოს, მატლებად ჩაგყვეთ ყველას. საღამოობით ქუთაისში რესტორნები რო გაქვთ გადატენილი, მატლებად გექცეთ იღორის ხორცი. იჩაკაფულები, იყველაფერი ნაგავი,
და ის სადეგზელოები ვისთვის ამბობთ, თქვენ სასოდავებო, ქართველი აღარ დარჩა, ვისთვის ამბობთ, სასოდავებო, სადეგზელოებს, ქართველი აღარ დარჩა. ვისთვის ამბობთ, სადეგზელოებს, გამაგებიეთ. ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში. ვისთვის ამბობთ, სადეგზელოებს. ეშმაკისთვის? ხო და ეშმაკი მოვა თქვენ ოჯახებში. სიკვდილს ინატრებს თქვენ წინაშე შვილებს რო გაგითახსირებენ, ცოლებს რო გაგითახსირებენ, შვილიშვილებს რო გაგითახსირებენ, სიკვდილს ინატრებთ და არავინ არ მოკლავთ. აი ამას დაგმართებთ თქვენ სატანა. ამას დაგმართებთ თქვენ სატანა, იმიტომ რომ სული მიყიდეთ ეშმაკს. ფული დააყენეთ ღმერთს ეწინ. წვერს იპარცავთ. ღმერთის არ გეშინიათ, ქალებს ემსგავსები. ქუჩაში არ გამოდიხართ, სოდვას არ ამხელთ და დუმილით ქრისტე არ იყიდება? რა გვასწავლა ჩვენ უფალმა? დუმილით ქრისტე იყიდება და რას ახარ დადუმებულები? მადლობა უფალო ყველაფრისთვის. მეტის ღირსები ვარ და ცოცხალი რო დავდივარ, მადლობა უფალო, მაგრამ სიცოცხლე თუ მახარებდეს შენ ხარ მოწმე აგერ უფალო. ცეცხლის ღირსები ვართ, კუპრის. ყველაფრის ამ უბედურების ღირსები ვართ უფალო შენგან. ყველაფრის ამის ღირსები ვართ, იმიტომ რომ დაგივიწყეთ შენ, დააგმეთ. ტრუსიკები ავიკარეთ სახეებზე. ხატება დაუგმეთ, რომელიც წმინდანი ერთი უწვერო, სადგინახიათ გაპარსული წმინდანი. ტვერში მოგიწევთ ჯდომა გეუნებით კაცებო, ტვერში მოგიწევთ ჯდომა და სიკვდილს ინატრებთ და არავინ არ მოკლავთ. თქვენ წინაშე ქალიშვილებს, თქვენ შვილებს იხმარენ. ჩვენ შვილებს იხმარენ ეს პაკისტანელები, არაბები, ინდუსები, უღმერთოები. ხებინება მოგვინდება და ფშიერები ვიქნებით ვერ ვაღებიებთ. სიზღიდან სიკვდილი მოგვინდება და არავინ არ მოკლავს. რომ ამ სოდვას გვაყურებიო, გაიგეთ რაშია საქმე. სიკვდილს ვინატრებთ და არავინ არ მოკლავს და ჩვენ წინაშე გაათახსირებენ ჩვენ შვილებს. ასეთი უბედური დრო მოდის და მოსულია უკვე დამდგარი არ არის, რას გავს ჩვენი ქუთაისი, რას გვანან ჩვენი დედები. მოევლიან საბერძნეთს ესასოდავები და გველეშაპები ახატიათ. რატო? იმიტომ კაცები აღარა ვართ და იმიტომ. აბა კაცი იყო ეს კაცად. რა ვაგაბედავდა ქალი ამას, მაგრამ კაცები აღარ დარჩენდა. კაცები აღარ დავრჩითა, გაპარცენ, დაასაჭურისეს ჩვენი საქართველო. სარიელი ქალაქი. სარიელი ქალაქი. სარიელი გორა, ქართველს ვერ ნახავ ხალხო. ქართველს ვერ ნახავ, რომ დაელაპარაკო ვინმე წესიერ. ადამიანები აღარ დარჩა ჩვენ ქვეყანაში. ადამიანები აღარ დარჩა, რომ დაელაპარაკო სინდისე, ნამუსზე, ენაზე, მამულზე, სარწმუნოებაზე. ადამიანი აღარ დარჩა ხალხო. მარტო ღრიანცელი დედის გინება უძაღლო ქვეტყანას კატები დაეპატრონენო ისი არის. საყურებიანი კაცები, ვაი თქვენ რა გელით რო იცოდეთ, ვაი თქვენ რა გელით რო იცოდეთ, თქვენ ფარჩაგებო თქვენ, რა გესაყურეება თქვენ დედლებო, ტაძრები სარიელი დაგრჩებათ, თქვენ ტაძრებში დისკოთეკებს გამართავენ, გაპარსულო ღვთლებო, უწმინდურებო, უდღეურებო, წვერის წარების რო გცხვენიათ. რა ის ღვთლები ხართ თქვენ, ღვთლები კი არა სატანები ხართ თქვენ, შეფეთქილი კუბოები ხართ თქვენ. შეფეთქილი კუბოები ხართ თქვენ. ღმერთს არ უსწავლებია მაგი ჩვენთვის. ასე გააკეთებ. ღვთელი თუ ხარ წვერი უნდა ატარო. ამაგებო ზამი. წვერი უნდა ატარო ღვთელი თუ ხარ. რო გახსოვდეს სულ უფალი. რო წვერმა გაგახსენოს უფალი და თქვენ წვერს იპარცავთ ბიჭო. თქვენ სატანებო თქვენ. რო საღამოს ქალებთან თვალები გაუჭერელო, თქვენ დამპლებო, თქვენ. თორე წვერიანი კაცის და ღვთლის ქალს ცხენია და ნამუსი უჩდება იმ წუთასვე. ჩემ გამოცდილებით ვიძახი მაგას ყველაფერს ხალხო. რას ახლა დიდი წვერის ტარება დავიწყე
ქალი რომ იყურებს ხვენია ჩემი სინდისი და ნამუსი ახსენდება იმიტომ რომ ხატებას უყურებს უფლისას ჩვენში ეგ გაპარცული ღვთლებმა რა გამრავლათ ამისანა ჯოჯოხეთში დაიწვევით ყველა ჯოჯოხეთს თიგელით იცოდეთ ეგი თქვენ მაგრამ თქვენზე კი არ ვჩივი ვარ მე თქვენი მაყურებელი შვილები გვითახსირდება თქვენ დამპლებო თქვენ ღვთლის სახელს რო არ ცხვენთ დეკანოზები გაპარცული დეკანოზები დადიან ეს სატანები ეგენი მერე გაუკვირდებათ საბჭოთა კავშირი რომ მოვიდა რატო დაიჭირენ და დახოცენ ღვთლებიო დასახოცები არა ხარ თქვენ სასხოვრებლები ხართ აბა თქვენ ბიჭო გაპარცულები დადიხართ და ღმერთს გმობთ დასახოცები არა ხარ თქვენ დასახოცები ხართ აბა რა ხართ კედელზე მისაყენლებები ხართ იმიტომ რომ კაცის სახელს არ ცხვენ და ღვთლის სახელს არ ცხვენ თქვენ ღვთლის სახელს არ ცხვენ თქვენ მოპარეთ უფალს მამაო დაირქვით მამაო და რამდენი არამზადა სარგებლობს ამამაო სახელით იმდენი გამიმარჯოს მე ღმერთმა იმდენი გამიმარჯოს მე ღმერთმა რამდენი არამზადა და სატანა არის და მამაოს რო ეძახიან უხარია ჩვენი შვილები შიშლები დადიან პატრონი არ აყავთ კაცი შვილი ხმას არ იღებს კაცი შვილი საკამდი იქნებით დადუმებული შევხედოთ აგ ღმერთო გვაპატია რა ღმერთო ცოდვები ვარ შვილები შეიბრალე ჩვენი ბრალია ჩვენი მამების ბრალია მიგატოვე ჯერ საბჭოთა კავშირი რაბა დაანგრიენ ყველაფერი საერთო იყო ყველაფერი ხალხის იყო ყველაფერი საერთო იყო ქარხნები ზაოდები ქუთაისი ქუხთა ქარხნები ლიტაპონის ქარხანა ორი ქარხანა იყო მარტო საქართველოში კი არა საბჭოთა კავშირში ლიტაპონის ისეთი ქარხანა იყო ავტოზაოდი სამკერვალოები რამდენი რამე მქონდა უმეტესობა დღეს თურქეთში მუშაობს ჩვენი ქარხნების უმეტესობა და უმეტესობა ჩვენი მიწების ერთეულებმა მიისაკუთრენ პრივატიზაცია სატანიზმი და ერთეულები ბატონობენ დღეს ფული ბატონობს დღეს მათ ხელში მოვა მაგენზედაც ლახვარი აბა ასე დიდხანს არ გასწავს უფალი ეგი ასია კაცებო და გეუნებით ჯოჯოხეთი გველის ვივარგოთ ჯოჯოხეთი გველის თუ დადუმებულები ვიქნებით ხმას თუ არა მოვიღებთ გავიდეთ ასე ჯაჭვის ყიდისკენ მე მოედანზე გავდივარ ყოველდღე ლოცვებს ვკითხულობ თემს სოფლიოზე ფსალმუნებს ვკითხულობ ხალხო მეფე დავითის კანონებს იქავარ ყოველდღე აი მიგრანტებო კი დავდივარ თქვენთვისაც მაინც მადლია ქალაქს მაინც განახოთ სიკვდილს ვინ ატრებს და არავინ არ მოკლავს ჩვენ წინაშე ჩვენ შვილებს გაათახსირებს არაბი, პაკისტანელი და ხმისა მომღები ვეღარ ვიქნები. როგორიც ყავს პარლამენტი დღეს 31 წელია რაც მიატოვენ უფალი, რაც საბჭოთა კავშირი დაანგრიენ, რაც შევარდნაძე მოვიდა ქვეყნის სათავეში. მის მერე ვართ მიყიდულები ეშმახს, მის მერე წამოვიდა პრივატიზაცია და უბედურება, ზვიადი გამსახურდია გვიან მიხვდა. რომ ცოდვაში იყო გარეული და რომ უატყვილენ აცხონოს უფალმა და კი მოკლენ მერე თვითონ ვინც მოიყვანა იმგენმა და დღეს მანანა ბატონობს მანანა კაიქალობს ასე დღეში ვართ რო იცოდეთ თქვენ ასე დღეში ვართ ჩვენ მარხვის რო დაგვიდგა კაცებო წვერს თავი გაანებეთ, უიკვეცავთ, ღმერთმა აგვიგზალა მაგის კეთება, ჩვენ აგვიგზალა ქართველებს, ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს ჩვენ აგვიგზალა და ვინც მაგას გეუნებათ, ღვთელი გააკეთე, მოიპარსო, იგი ღვთელი არ არის. გაიგეთ ხალხო, გაიგეთ, ავსებულია ლოგინი, ფეხები. გაიგეთ, შვილებს გვითახსირებს სატანა, შვილებს, მომავალს. გაიგეთ. მოდი ახლა ასე გავალ დესკიმერით
მოვარტყათ წრე მოედანს ბაღის კიდეს და მივალ მერე მოედანს აგერა ბაზარი ცენტრალური ჩვენი ბაზარი ქუთაისი აკეთებენ ყველაფერს ფასადურად გარედან ლამაზი არის შიგნით სიდამპლე ხალხო საღამო სანაგვესან ჩვენ ქართველ დედებს დაინახავ ჩვენ ქართველ მამებს დაინახავ სანაგვესან ხალხო საჭმელს აგროვებენ ქუჩაში ვართ ყველა გამოყრილები ყველა ვაჭარი გავხადენ დედა გვაქვს ნატირები დედა გვაქვს ნატირები დედა ღმერთმა იქნება აიხილა აუხილოს გონება ამუძღეურებს მეს უძღეური ვარ აბა მე რა კარგად საიდან ვიქნები ამდენი ცოდვის მაყურებელი ქუჩაშია გამოსული დიდი პატარა ყველა ყიდის ყველა ვაჭრები გავხადენ და ვაჭარი ესმაკობა ესმაკის სანთლის დანთება ვაჭრობა მეტი არაფერი არ არის გაიგე იმიტომ არის ქართველი ასე გაბრაზებული და გაბროტებული იმიტომ იგინება ყოველი ქართველი გაფუჭებული აქვს ენა იმიტომ რომ ამ ცოდვის კეთება უწევს ზოგს გაყიდვა ზოგს მოწყვილება ამ უბედურებაში ვცხოვრობთ გაიგეთ ხალხო ცენტრალური ბაღი ცენტრალური ჩვენი ქალაქის მოვარტყათ ასე წრე და მე მოედანზე გავდივარ იქ ლოცვების საკითხად ასე დღეში ვარ ამერიკა ლაშა ბოდიში ჩამოდის მივხედოთ ქვეყანას სოდვები ვარ დავშით მარტო ორი კინკილა ქართველი დავშით ჩამოდის ქუთაისში მოვეხმაროთ ერთმანეთს გაყიდულია ჩვენი მიწაწყალი შვილები და სადარდებელი გაგვიხდება კაცებო ამერიკაში ჯოჯოხეთია დიდი ხანია ამერიკა დიდი ხანია სატანას ემსახურება დიდი ხანია კაცებო დიდი ხანია მან ფერესია დოლარია მაგენის ღმერთი დოლარი გამგელებული ამერიკა განარკომანებული ქართველი წახთენილი ეგი გვიქნა ამერიკა მეგი დაგვინგრია საბჭოთა კავშირი საერთო იყო ყველაფერი როგორც ახალ აღთქმაში წერია საერთო არის ყველაფერიო საერთო უნდა იყოს ყველაფერი როგორც იყო საბჭოთა კავშირში საერთო ხალხს უნდა ეკუთვნოდეს ქარხნები ზაოდები გორის პარკი ვიღაცა ერთ კაცს ეკუთვნის როგორ შეიძლება ეგი სახელმწიფოსი უნდა იყოს ყველაფერი და სახელმწიფო უფლის შიშით უნდა მართავდეს ყველაფერი როგორც აკეთებდა სტალინი მერია გაყიდულები აი ჩვენი მერია საწყლები ეშმაკს უნთებენ სანთელს კი ხვდებიან რომ ცოდავენ მაგრამ რა თქმა დიდი ხანია გაყიდულები არიან და იციან რომ ცოდავენ და მაინც აგზელებენ ცოდვას უშველე ღმერთო ევროკავშირის დროშაოთ გამოფენილი ამ სასოდავებს ევროპა იყო ბოზი ცხოველებთან წვებოდა ქალის სახელია ევროპა ღმერთი იყო ცხოველებს იპყრობდა ასე მათთან წვებოდა და ცხოველები უჯერებდნენ არა არის ევროპა ხალხო ესენი ღმერთი მაგას გვათაყვანებენ გაიგეთ რა უბედურ დღეში ვარ ასეთ უბედურ დღეში ვარ მანქანა უნდა დავაყენო სადავაყენო მანქანა რაღაცა მანქანა უნდა და ყველაფერი გარედან არის მოლამაზებული შიგნით ყველაფერი დამპალი და გახსნილია ფასადურად როგორც დაიწყო სააკაშვილი სატანა აგერ მაკდონალდსია ზევით ტაძარი ქვევი ჯოჯოხეთი ზევით ტაძარი ასია ერთმანეთთან შეხწმული 60 და ჯოჯოხეთი ასია შეხწმული ერთმანეთთან 60 და ჯოჯოხეთი ასეთ უბედურ დღეში ვარ კაცებო ასეთ უბედურ დღეში ვარ სად გავაჩერო ახლა მანქანა მე მანქანის ადგილი არ არის მანქანის ადგილი არ არის
იმედი არ მეწვევს საკვედო. აგერ გავაჩი. და მგონი აგერ არის ადგილი. ასეთ უბედურ დღეში ვარ, კაცებო. გამოდით ქალაქში, გამოდით ბაღის კიდეზე, უკეთესი ადგილი სადაც გვაქვს ქუთაისში. გამოდით და მივხედოთ, ქვეყანა არის ადგილი, მადლობა უფალს. მომეძებნა აგერ მე ეს პატარა კუთხე. გამოდით და მივხედოთ ჩვენ საქართველოს კაცებო, თორე დაიპატრონა ეშმაკი, ყველგან ბანკებია, აგერ ერთი ბანკი, აგერ მეორე, აგანი ზაბოჟნიკები იჟენ, ადრე აბა შეხვიდოდი შიგნით დაილაპარაკეთ დღეს მარტო გაბრაზებული სახეებია. რა წაგართვან, რა მოგწიონ, რა წაგტყაონ. ასეთი უბედური დღე დაგვიდგა კაცებო. ღმერთმა გვიშველოს, ღმერთმა. ასეთი უბედური დღე დაგვიდგა კაცებო. ასეთი უბედური დღე. დღე ღმერთმა გვიშველოს, ღმერთმა. წაგვახთინა სატანამ, მოგპარა ენა, მამული, სარწმუნოება. ყველაფერი მოგპარა სატანამ, ყველაფერი ჩვენი ბრალია. მივატოვეთ უფალი და მაგიტო კაცებო. ღმერთო გვიშველე. დიდება შენ სახელს უფალო. კაცები რას გვანან, საყურები. გამოდით, იმიტომ აქ მე ვეუნები საყვედურს. რას გავხართ ქვეშობელ ძაღლებო. ასე ვეუნები პირდაპირ. ჯოჯოხეთი გელით მაგ საყურეებისთვის, ნაკოლკებისთვის. საბჭოთა კავშირში ერთი წერტილი რო გაგეკეთებია გაგლახავდეთ. იმიტომ რომ არ აქვს უფლება. არის თუ არის მაგისთვის ჯოჯოხეთია და იმიტომ უფროსები ვიგზალავდნენ თვითონ ჩვენ. გაიგე? და ასე შიში, უფლის შიში ვიზრდებოდი ჩვენ. ჩემი ბავშვობა მასე გავატარე მე. გაიგეთ ხალხო რაშია საქმე? ბოდიში ცოტა არეულად რაღაცეები მაქვს ასაღები და დარო ამისანა უბედურ დღეში დედა გვაქვს ნაპირები დიდი ხანი ისება ღმერთმა მიგვახსოვს მაგ ყველაფერს შეხედე ბავშვს ცხვირზე საყურე უკეთი ცხვირზე ბეჭედი უკეთი ხალხო ეგი ყველაფერი ჩვენი ცოდვის ბრალია ჩვენი დუმინის ჩვენი გაჩუმების ჩვენი უბედურების კაცი კაცს არ გავს ქალზე რაღა უნდა ილაპარაკო ქალს რა უნდა უსრა კაცები დადიხართ არა კაცება თქვი არ ამზადებო თქვენ ბაგრატიდანაც ვატარებ თქვენ ლოცვას კაცები აღარ დარჩენ ქვეყანაში არტო არამზადები დარჩენ გაჩუმებულები ფულის გულის და ყველაფერზე რო ხუჭავენ თვალებს ამისანა კაცები დარჩენ უმეტესობა და ამიტომ გეუბნებით ამიტომ ვგოდებ რომ ასეთ უბედურ დღეში ვართ დიდება უფალს იმის ამოღება კი დამავიწყდა დროშის წავალ ახლა ისევ გადმოვიდეთ მანქანიდან დროშას მადლობა უფალს ყველაფერთვის მეტყობა მაგის ღირსების ვიყავით რადგანაც გვემართება ეგ იმიტომ რომ მიგატოვეთ შენ უფალო ზაბოჟნიკი და პარტნიოი ყველა გახდა ბლატნოიო ხო გაგიგონია ზუსტად მათ რო დაგვიდგა არამზადეს ფული აქვს და ხმას იმაღლებენ მაგ ბოზები მაგენი ფული დაითრიენ და ხალხს ადებილებენ ანადგურებენ იმიტომ რომ ფული აქვს და ფული აბატონებთ და ხმისა მომღების ღირსების არ არიან იმისანა არამზადები არიან მაგრამ ფულის გამო ხალხი დადუმებულია ხმას ვერ იღებს ასეთი უბედური დრო დაგვიდგა
ოქროს კუბოებს აგიშენებენ და ოქროს კუბოებში ჩაგსვამენ და შიგნით ოღონ მატლები დაგესვათ ყველას მატლები დაგესვათ შიგნით ოღონ თქვენ ხო არ გონიათ წმინდანებივით არ გაიხსნებით მატლები შეხჭამენ სიცოცხლეშივე ყველას თქვენ აი ემიგრანტებო ჩვენი ქალაქი ჩვენი მიტოვებული ქუთაისლებზე მეტი უცხოელები დადიან რო იცოდეთ ქუთაისლებზე მეტი უცხოელები დადიან ჩვენ ქუთაისში წახთენილია ჩვენი ქვეყანა ჩვენ შვილებს ღმერთი მოპარე ჩვენ შვილებს აი ესენი ყველა უცხოელები უფრო მეტი არიან ვიდრე ქართველები და ბაღიც არიელა ქართველს ვეღარ ნახავ ბაღში ცარიელია დღე და ღამე ქართველს ვეღარ ნახავ უცხოელები უფრო დადიან ჩვენ ქუთაისში კარგით დაგემშვიდობებით ახლა დროებით აწემე ლოცვების მეწყება ჩემი მშვიდობა მოგხდეთ ღმერთმა ხალხო და გამოდით რა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში ნელა დავიწყოთ ხალხის დარიგება სწავლება ასე არ შეიძლება ცოდვები არიან ხალხო ტელევიზორმა გამოულაყა გონება დაადებილა ჯერ სერიალები შემოგვტენეს ეხლა უკვე ბოზებს გვანახებენ და გვიხარია ტელევიზორში ამ ვერსებს აჩვენებენ ტელევიზორში და ხმას აღარინებენ კარგი დროები, მშვიდობიანით. მიყვარს, იდება უკვე.